გასული საუკუნის 80-იან წლებში გერმანული მედია ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალის მოწმე გახდა, როცა სოლიდურმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა შტერნმა ადოლფ ჰიტლერის დღიურები გამოაქვეყნა. 1983 წლის 25 აპრილს დასავლეთ გერმანული ჟურნალის შტერნის გარეკანის სისხლისფერი ასოებით იუწყებოდა ნაპოვნია ჰიტლერის დღიურები. გამოცემამ ავტორის ხელით დაწერილი ორიგინალური ფრაგმენტების დართვით 42 გვერდზე გამოაქვეყნა ამონარიდები ფიურერის დღიურიდან და კითხვას კიდევ 28 ეპიზოდის პუბლიკაციას დაპირდა. ასობით რეპორტიორმა მოიყარა თავი შტერნის პრეს-კონფერენციაზე ჰამბურგში, სადაც რეკორდული ტირაჟით 2.300.000 გამოსული ჟურნალის ბოლო ნომრით ხელებ დამშვენებულმა მთავარმა რედაქტორმა პიტერ კოხმა გადაჭარბებული პათოსი წარმოთქვა. დარწმუნებული ვარ, ამ აღმოჩენის შემდეგ გერმანიის ისტორიის ფურცლები თავიდან გადაიწერება. უცხოელი მედია მაგნატები ფინანსებს არიშურებდნენ დღიურების პუბლიკაციაზე უფლების მოსაპოვებლად. მემუარების ფრაგმენტები უმსხვილესმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს. მსოფლიო საზოგადოება ინტერესით შეხვდა სენსაციურ აღმოჩენას, თუმცა სენსაცია ერთ კვირაში საპნის ბუშტივით გასკდა. ჟურნალის ხმამაღალმა განცხადებამ თითქოს დღიურები მან სანდო წყაროსგან შეიძინა, თავიდანვე ეჭვი გამოიწვია, რადგან არც ჰიტლერის თანამებრძოლებს, არც იმ ეპოქის შემსწავლელ მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ფიურერმა 1932 წელს დაიწყო დღიურის წერა, ბოლო ჩანაწერი კი 1945 წლის აპრილში გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე გააკეთა. მართალია დღიურმა თავისი სისასტიკით ვერავინ გააკვირვა, მაგრამ ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ფიურერის დამოკიდებულება საკუთარი გარემოცვის მიმართ. ბორმანი საჭირო კაცია. 5 ბორმანი რომ მყავდეს, არ ვიჯდებოდი ახლა აქ, ბერლინის ბუნკერში. წერდა ფიურერი და ამატებდა. ჰიმლერი ძველ გერმანული ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს და ზოგჯერ მგონია, რომ ის უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა. ერთ-ერთ ეპიზოდში ჰიტლერი საყვარელ ქალსაც იხსენებდა და ამბობდა, რომ ევა ძალიან განიცდის. ექიმები ირწმუნებიან, რომ ეს სრულ ორსულობა იყო, თუმცა თვითონ ჯიუტად ამტკიცებს, რომ მუცელი მოეშალა. გული მწყდება, რომ ძალიან ვჭირდები. მე კი არ შემიძლია დავუთმო მეტი დრო და ყურადღება. სკეპტიკოსებმა თავიდანვე უარი თქვეს დაეჯერებინა, თითქოს ჰიტლერი ისე წარმატებით მალავდა დღიურებს, რომ მისი არსებობის შესახებ არც მრავალრიცხოვანმა თანაშემწეებმა იცოდნენ არაფერი, არც მოახლეებმა და არც ადიუტანტებმა. გარდა ამისა, საზოგადოდ ცნობილი ფაქტია, რომ ფიურერს ძალიან არ უყვარდა წერა და წერილებსაც მდივანს კარნახობდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი ნერვიული აშლილობის ფონზე მას კანკალის შეტევები გაუხშირდა და პრაქტიკულად ფანქარსაც ვეღარ იღებდა ხელში. სხვათა შორის, იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ჰიტლერი თავად წერდა, ის მხოლოდ ფანქარს იყენებდა და არა მელას, როგორც ეს მის ეგრეთ წოდებულ დღიურებში იყო. 62 ველში თავმოყრილი სენსაციური მასალა შტერნის 51 წლის რეპორტიორმა ჰერტ ჰაიდემანმა შეიძინა, რომელსაც 32 წლიანი პროფესიონალური გამოცდილების მიუხედავად თანამშრომლები ნაკლებად სერიოზულ, თუმცა საკმაოდ მოხერხებულ ჟურნალისტად მიიჩნევდნენ. ჰაიდემანი შეპყრობილი იყო ნაციზმის ისტორიით. მას სახლიც კი გაყიდა ჰამბურგში, რათა ჰერმან გერინგის კუთვნილი იახტა შეეძინა და ღირსეული მასპინძლობა გაეწია ყოფილი და მოქმედი ნაცისტებისთვის. სწორედ ერთ-ერთმა ყოფილმა ჩინოვნიკმა გააცნო მას ვინმე კონრად კუიაუ, რომელიც შტუტგარტში ფაშისტური სიმბოლიკით ვაჭრობდა. ჰაიდემანის და კუიაუს შეხვედრა 1991 წლის დასაწყისში შედგა. რარიტეტით მოვაჭრე, პირველივე შეხვედრაზე გამოუტყდა რეპორტიორს, რომ მას ფიურერის დღიურები ჰქონდა და მეტად საინტერესო ისტორია მოუყვა. როგორც აღმოჩნდა, დღიურები ჰიტლერის სხვა პირად ნივთებთან ერთად 1945 წლის აპრილის ბოლოს სატვირთო იუნკერსით ბერლინიდან ბერხტესგადენში ჰიტლერის ვილაზე გადაჰქონდა, თუმცა თვითმფრინავი დრეზდენთან ახლოს ჩამოაგდეს. ეკიპაჟი დაიღუპა, ტვირთის ნაწილი კი ადგილობრივმა ფერმერმა გადაარჩინა და გადამალა. მოგვიანებით დღიურები კუიაუს ძმას, აღმოსავლეთ გერმანიის ჯარის ოფიცერს შემთხვევით ჩაუვარდა ხელში და ახლა სწორედ ის ცდილობდა მათ გაყიდვას დასავლეთში. ჰაიდემანს ეჭვიც არ შეუტანია კუიაუს არაჩვეულებრივ ისტორიაში და 2 წლის მანძილზე არწმუნებდა საკუთარი ჟურნალის მესვეურებს შეეძინა სენსაციური მემუარები. საბოლოოდ შტერნმა 9 მილიონი გერმანული მარკა, ანუ 3,7 მილიონი დოლარი, გადაიხადა დღიურებში, საიდანაც 1,5 მილიონი რეპორტიორმა მიიღო. ჰაიდემანს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ კუიაუს სინამდვილეში წარუმატებელი მხატვარი, თუმცა ბრწყინვალე მისტიფიკატორი კონრადი იყო. მისი შეთავაზებული დღიურები კი თითქმის იდეალურად შესრულებული ფალსიფიკაცია. სხვათა შორის, ჰაიდემანმა თაღლითისგან არა მარტო დღიურები, არამედ ვითომ და ფიურერის აკვარელის ნახატები, ახალგაზრდობაში დაწერილი ოპერის პარტიტურა, პირველი მსოფლიო ომის მუნდირის ლენტები და ევა ბრაუნის ბიუსჰალტერიც კი შეიძინა. სრულიად გასაგებია ნაციზმის თაყვანისმცემლის გაბრიყვება, მაგრამ გაუგებარია, როგორ წამოეგო ანკესეს სოლიდური გამოცემა, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ინტერესები ჰქონდა და თავისუფლად შეეძლო ძვირფასი შენაძენის პროფესიონალურად შემოწმება.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ექსპერტიზა მართლაც ჩატარდა, თუმცა მხოლოდ გრაფოლოგიური. რამდენიმე დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეამოწმა ხელნაწერი და დაადასტურა, რომ ის მართლაც ჰიტლერს ეკუთვნოდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაერკვა ექსპერტიზის ნიმუშად სპეციალისტებმა იმავე კუიაუს მანამდე გაყალბებული ნიმუშები გამოიყენეს. ანუ მათ ერთი ფალსიფიკაცია მეორე შეადარეს და შედეგით შესაბამისი მიიღეს. ტექნიკურ ექსპერტიზას კი სენსაციას გამოდავებული გამომცემლობა აღარ დაელოდა და ძალიან ინანა, რადგან პირველივე სერიოზულმა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ გამოყენებული მელანი, წებო და ყდის ხელოვნური ტყავი შედარებით გვიან პერიოდს მიეკუთვნებოდა, ვიდრე წესით დღიური უნდა ყოფილიყო დაწერილი. 16 წლის კონრადმა ზენკლის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა, თუმცა წვრილმან ქურდობას მიიღო ხელი და რამდენჯერმე საპატიმროშიც აღმოჩნდა. მორიგი სასჯელის მოხდის შემდეგ კუიაუ აღმოსავლეთიდან დასავლეთ გერმანიაში გაიქცა და შტუტგარტში დასახლდა, სადაც აღმოსავლეთიდან არალეგალურად შემოტანილი ნაცისტური ატრიბუტიკით დაიწყო ვაჭრობა. დამწყებმა თაღლითმა სწრაფად აუღო ალღო ახალ საქმეს და მიხვდა, რომ კოლექციონერებს არტეფაქტებზე მეტად მისი ისტორია უფრო აინტერესებდათ. კარგი იუმორის და მდიდარი ფანტაზიის კუიაუს კი იმდენად კარგად გამოსდიოდა დაუჯერებელი ისტორიების მოგონება, რომ ერთ-ერთ კოლექციონერს მან ადოლფ ჰიტლერის ფერფლიც კი მიჰყიდა. აღსანიშნავია, რომ შტერნი არ იყო გაქნილი მისტიფიკატორის პირველი მსხვერპლი. 1970-იანი წლების ბოლოს მან პრაქტიკულად დაიპყრო ანტიკვარული ბაზარი თავისი ფსევდო-ჰიტლერული ნამუშევრებით, რომელთა შორის არა მარტო დოკუმენტები, არამედ ხელოვნების შედევრებიც მრავლად იყო. ნახატებს ის ადგილობრივ ბაზრობაზე ყიდულობდა, ჰიტლერის ავტოგრაფს უკეთებდა და სამმაგი ფასად ასაღებდა. თავიდან კუიაუ მხოლოდ 27 რვეულის გაყიდვას გეგმავდა, თუმცა შტერნის მიერ შეთავაზებული თანხა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ის მთელი ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას და ჰიტლერის ეგრეთ წოდებული დღიურის 60-ზე მეტი რვეული შექმნა. მასალა ერთ-ერთ მივიწყებულ საკანცელარიო საწყობში შეიძინა. ინიციალები AH თავად დაამზადა. სიძველის შთაბეჭდილების შესაქმნელად კი ფურცლები ჩაის ნაყენში დაასვლა და გულმოდგინედ გააუთოა. სკანდალად ქცეული სენსაციიდან ერთ კვირაში, 1983 წლის 14 მაისს, შეშინებული კონრად კუიაუ თავად გამოცხადდა პოლიციაში. აღიარა საკუთარი დანაშაული და ჰაიდემანი, ჯერ თანამზრახველობაში, მერე კი შტერნის მიერ გადახდილი მილიონების მოპარვაში დაადანაშაულა. მისტიფიკატორის მოულოდნელმა გულახდილობამ შთაბეჭდილება მოახდინა მოსამართლეზე და მან უფრო მსუბუქი სასჯელი მიიღო, ვიდრე ჰაიდემანმა. მისჯილი 4 წლიდან კუიაუმ მხოლოდ 2 მოიხადა და საპატიმრო ყელის სიმსივნის დიაგნოზით ვადაზე ადრე დატოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ კუიაუ ნამდვილ ვარსკვლავად იქცა და ჯერ მშობლიური ქალაქის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მარცხის შემდეგ კი ლიტერატურას მიმართა და საჯაროდ განაცხადა, რომ მუშაობას იწყებდა წიგნზე „მე ჰიტლერი ვიყავი“. რამდენიმე პროფესიის მოსინჯვის შემდეგ კუიაუ ისევ ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. მაღაზია ორიგინალური სიყალბე გახსნა და ოფიციალურად დაიწყო მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი ფალსიფიკატორის გაყალბებული ნივთებით ვაჭრობა. თუმცა ფიურერის მობეზრებული პეიზაჟებიდან ყურადღება მან სალვადორ დალის, კლოდ მონეს, რემბრანდტის, ვან გოგისა და კლიმტის შემოქმედებაზე გადაიტანა და გაყალბებულ შედევრებს მყიდველის სურვილის გათვალისწინებით საკუთარი ან ავტორის ავტოგრაფით ამშვენებდა.